საკერავ მანქანას სჭირდებოდა ელექტროენერგია არ იყო და მთლიანად ამის გამო ბიზნესი დაინგრა. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ამის ხელშეწყობა ერთადერთი გამოსავალი არის იმისათვის, რომ ჩვენ გავუძლოთ იმ სერიოზულ გამოწვევას, რომელიც არის მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისიდან საქართველოს საქართველოს სერიოზულად ფიქრობთ აი ამ მხრივ რაღაცების თუ გიდაუშვათ მეწარმე დაცული იქნება მისი ქონება დაცული იქნება და რეალურად ექნება საშუალება შეაფასოს თავის ქონება რამდენია ზოგადად რევოლუცია იქნება ნამდვილი რევოლუცია ეს იქნება და სამუშაო ადგილების უცხოად გაჩნდება ეს ეს მაგისმენად მაინც მითხარით ახლა დღეს გავცელდა ინფორმაცია რომ ბენდუქიძე კადრებს დაერია და გასწრდეთ იქავრობა აბსოლუტურად არ გითხულობ ვისი ვინ კადრი არის აბსოლუტურად არ მაინტერესებს ვისი ვინ კადრი არის მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ჩემთვის მიუღებელი არის პიროვნებებზე იყოს აგებული რამე მე მჭირდება მოტივირებული კადრები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში დარწმუნებული ვარ რომ არის ძალიან ბევრი მოტივირებული და კარგი კადრი პროფესიონალი ადამიანი რომელსაც შევინარჩუნებთ მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზულად დღესვე დავიწყოთ სერიოზული მუშაობა და ინტენსიური მუშაობა ვახალისებ კადრებს და ეს გადახალისება საჭირო არის აუცილებელი არის ეს მადლობა ეს საშუალო ხელფასი რამდენია თქვენ სამინისტროში არ არის მაღალი სახელმწიფო მოხელისათვის რომელიც ეკონომიკის სფეროში არის ყველაზე დაბალ თანამდებობას აქვს 550-650 ლარი დეპარტამენტის დირექტორს აქვს 1770 ლარი რა პატარა ნახეთ მაყურებელი შემოვიყანოთ მოდი დიაგნოზის ეთერში ხარ გისმენ ფარნულაცა მოგესალმებით გამარჯობა ფარნულავის მოგესალმებით და ბატონ ლაცას მეულოს ახალი დანიშნა წარმატებები დაუსრულო შეიძლება იმედის თვალით უყურებს ბატონ ლაცას და ესეც რატომ ბატონ ლაცა თქვენ ალბათ არიცნებით საქმის კურსი პორტაჟალ ენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემასთან ენერგია ეს კომპანია რომელიც იჯარის ფლობს ორთაჯალ ხელს 25 წლიანი იჯარის ბატონლაცა და აი იმ კვირის ბოლოს დაგეგმილია ეკონომიკის სამინისტროს თქვენ ახალ უწყებას აუქციონის წესით მისი აღება. ლიზინგი თავი ყველანაირი უფლება მეიჯარის არის აბსოლუტურად გარღვეული. ვიცით ვიყიდო ისმის არა ინფორმაცია იქნა დაინტერესებს თქვენი დიდი ხოვნა იქნება და გამოსვლიანად შესაძლოა აღსაკით ისე როგორც აუცილებლობის პროცესის საკითხთან დაკავშირებით მიიღეთ მართებული გადაწყვეტილება. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ როგორც წესი იჯარის ხელშეკრულებაში ყოველთვის იდება ხოლმე პირობა რომ თუ საპრივატიზაციოდ გადის ობიექტი, მაშინ საიჯარო ხელშეკრულება შეიძლება შეჩერდეს, შეიძლება თქვენ საიჯარო ხელშეკრულებაში ასეთი რამე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, რომ ამ ხელშეკრულებას შეუძლებელია რომ ცოდნო და ამით დავინტერესები აუცილებლად ვიცი რომ გუშინ გავიგე რომ არის დაგეგმილი პრივატიზება ამ ხელის, რაც თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, იმიტომ რომ საპრივატიზაციო პირობებში იქნება ჩადებული ალბათ პირობები, ყოველ შემთხვევაში ვნახავ არ ვიცი რა პირობები არის, რომელიც ალბათ ამ ხელის რეაბილიტაციას ითვალისწინებს განახლებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული ჰესი არის თბილისის მომარაგების მახლობლად. სერიოზული ნამდვილად არა, ეგ 13-14 მეგავატია, მაგრამ საინტერესოა ეს თქვენმა მონამორჩევმა 95 წელს ამ ჰესში რეორგანიზაცია ჩატარდა ძალიან კარგი ჩემი სტუდენტობის მეგობარი იყო მაშინ ინოვაციის ავტორი თითო ტურბინარის რმავის ხედების კოეფიციენტი 23-30% გაზარდა. ელეოს ბაზრობაზე იყიდა დეტალები და ვიცით რომ იქ შეუქმნით იმ ადამიანს ის დეტალები იყიდა და მე ხომ შეიძლება დაასახელოს ვიყიდულობს ეს უკვე წინასწარმეტყველია ოფიციალურად ამას როგორ ვიცი ეთერში მაგრამ ფაქტს გეუბნებით იქ ვინც მუშაობდა მათ პატრიოტები იყვნენ 95 წელი ყიამეთი იყო სინათლობა აღადგინეს ისინი ყველაფერს ხოს მომავალში ეთერში ვაპირებთ თუ დაიგებდება იქნება ვინმე თქვენ ვიხარით და ეს პრეცედენტი დაუშვით ნახავთ რამეში ეგრეთ თუ ჩატარეთ მე გიჩვენე რომ გააჩეროთ ეს ოსების ხალხი არის ლიზინგით ყიდია რა წესია 13 წლის შემდეგ უნდა გადაიხადოს ვიღაცამ გული თორსა აღარ კორუფციული რაღაცა არა ფაქტ გეუბნებით ეს წესი აი ახალგაზრდა ბიჭებმა გაარემონტეს მოდის მუშაობს ეს სტაბილურად ესე ვთქვათ დიდ ენერგოს სივრცეში შედის მათი 16-14 მეგავატი მგონი მასაც ესენი ყვებავენ იქ რო არის ის შტაბი რო აქვს და შესაძლოა ფაქტს გეუბნებით
ეს თუ კი ჯერის არ გაცებული და თუ კი ძალიან დიდი დაბანდებებია წლების მანძილზე, თქვენ არ იყიდოთ, ერთმა უნდა იყიდოს. რაც ეს მიიღოთ თანაბარი, აი უკონკურენტოდ უნდა თუ გაიტანო. თქვენამდე ხდებოდა ესა და თქვენ მე მინდა მართლა დაინტერესდა, რადგან ეს მაყურებელიც დაინტერესებს და გაუგონა რაღაცა ხდება. ისინიც გაყიდვა არ გამიგია. სამ ფაქტიურად ამ ჯგუფი არის, ვინც ამას უძღვება და აკეთებს. რატომ უნდა იყიდოს ვიღაცამ გამგარებული? რატომ? ამას მოდი თავი დავანებოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის ეს აუქციონიც იქნება კონკურენტუნარიანი აუქციონი. იქნება რამდენიმე კომპანია წარმოდგენილი. აუქციონები იცით რომ გამგარებულია. აი ამ სისტემას თუ კი თქვენ დაიცავთ, რა დღეს განახორციელებთ, რომ ერთი ესე ვთქვათ, ერთი განაცხადით, როდესაც მიდის ეს აშკარად კორუფციული ისა, თუ კი ამას დაიცავთ, რომ რამდენიმე კონკურენტული აუცილებელია. ეს იქნება ნოვატორობა. მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ. კიდევ ახლა რომელიმე საწარმოზე არ გითხრათ რამე. ისმენ დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ლაშა და დაცო. მე სახელებით მოგბართ თქვენზე გაწილებით უპროცივად ჯამლეთი ვარ ხუხაშვილი. რა თქმა უნდა, ახლა მე არ ვაპირებ სპორტულ თემაზე გადაყვანას საუბრს. მაგრამ მე მინდა, ზოგიერთ პასუხი გაქცე, რომელსაც ებადება აზრი, რა შუაშია ლაშა და ეკონომიკა. საქმეებია რომ რამდენიმე ხნის წინ ისრაელში ვიყავით, იყო საგალათბურთო მატჩი და მატჩის შემდგომ შედგა საღამო, სადაც იყო ლაშაც, იყო თბილისიდან ქალაქის ვიცე-მერი მამუკა და ასევე ბევრი სხვა. და ლაშამ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ისაუბრა ეკონომიკის და მომავალი ინვესტორების შესახებ, ვინც უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში და თბილისში. მე მას უთხარი, ლაშა, შენ დიპლომატი ხარ თუ ეკონომისტი? როგორც ჩანს, უკვე სადღაც ალბათ სიზმრად ნახა თუ რა იყო, ყოველ შემთხვევაში უკვე კარგახანე ემზადებოდა იმისათვის, რომ აი დღეს ეკონომიკას გამოსდგომოდა. მე მინდა ვთქვა, რომ ლაშა არის მართლაც სპორტული შემართების პიროვნება, რომელიც ყველა ფრონტზე წარმოაჩენს თავის ენერგიას და ძალას და განსაკუთრებით იმ დარგში, სადაც უკვე კარგახანია სწორედ ლაშა ჟვანიას აქტიურობის შედეგად და მისი მე ვიყოდი მისი ჩარევის შედეგად უამრავი მრავალი ათეული ბიზნესმენი შემოვიდა საქართველოში და თბილისში და არა მარტო თბილისში ინვესტიციების ჩასადებად. რა გიჟავნეთ ბატონო, დიდი მადლობა აი ამ რეგისტრაციის კეთილი. მე ახლა უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ბატონ ჯამლეთ აუცილებლად. რეკლამა გვაქვს, ისედაც ცოტა რეკლამები გვაქვს. რეკლამის შემდგომ პასუხ გაქცევთ ბატონო ჯამლეთ. ბატონ ჯამლეთ ეგება პასუხი არა, მადლობა მინდა უთხრა ბატონ ჯამლეთ, მაგრამ როდესაც რეპლიკა ახსენა, რომ ელჩი ხარ, დიპლომატი ხარ თუ ეკონომისტი, მინდა გითხრათ, რომ ქართული დიპლომატიის დღეს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური დიპლომატია. აუცილებელია დღეს ჩვენ ინვესტორების შემოყვანაზე ვართ დამოკიდებული საქართველოს საელჩოების მუშაობაზე, ეფექტურ მუშაობაზე. მე ჩვენ ახალი 4 ელჩი განვიხილეთ კომიტეტზე, სანამ მინისტრად დავინიშნებოდი იმ დღეს გუშინ წინ და მათ მოუწოდეს სწორედ რომ ჩემი მხრიდან როგორც ეკონომიკის ახალი მინისტრის მხრიდან, ხო, იქნება კონტროლი საელჩოებზე, რომელმაც საელჩომ როგორი ეფექტურობით იმუშავა. ახლა ზოგიერთი ქვეყანა საიდანაც ინვესტიციას ვერ შემოიტანა, შეუძლებელია რომ შემოიტანო, ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნები რო არიან ისეთი ქვეყნები, მაგრამ იმ ქვეყნებიდან, რომელიც პოტენციურად არიან ინვესტორი ქვეყნები და ძლიერი ბიზნესები აქვს, იქიდან შემოტანას ჩვენ მუდმივად გავაკონტროლებთ და ამას ყველაფერს ვნახავთ დაახლოებით მომავალი წლის გაფხულისთვის უკვე გადავიცვლით საიდან რა შეიძლება. გააკეთე ბატონ ჯამლეთი, დიდი პატივისცემელი ვარ, ძალიან მიხარია რომ ესე კეთილად მოგიხსენიათ, მაგრამ ბატონ ჯამლეთი ხეს დაგისვათ, შეგიშვათ და აგერ ჩვენს უვარსას მე არ ვიცი, უცხოელად გეუბნები, საკმაოდ ჩახედული ვარ ჩვენს ესე ვთქვათ ეკონომიკაზე, მაგრამ მე არ ვიცი, აი ისრაელიდან რომელ დარგშია ინვესტირება ჩადებული ისეთი, რომ სამუშაო ადგილების სიმრავლით გამოირჩეოდეს, საწარმოო დაწესვა კონდეს, უცხოელად გეუბნებით, ცოტა მიყვარს თქვენი ახსოვანება, ნამდვილად არ ვიცი, არ გამიდი, ერთი ვიცი, 500 მილიონი დოლარი ჩაიყარა ისრაელში იარაღის შესაძლებლად და სხვა რამე თუ არასწორია, იარაღის შესაძლებლად. ამაყალიანებს ისრაელში იარაღი არ შეგვიძლია, ისრაელში ჩვენ შევიძინეთ
ის უპილოტო თვითმფრინავები ხო და ამდენი თანამდებობა სოფლის ჩაიდა და ეხლა წიდება კიდევ ჩამოვიდნენ ისრაელელი ინვესტორები და გააგრძელებენ აქ მუშაობას მთავარი კიდევ რაც შეიძლება ეს არის ინფრასტრუქტურა